ფონდების დაყადაღების საკითხი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფონდები ქართული ოცნების მითითებით დააყადაღეს და მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას რეპრესიული გზით ცდილობს. ქართული ოცნება კი მიიჩნევს, რომ ფონდების დაყადაღებას საფუძველი აქვს და უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საქმეზე მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ფონდების დაყადაღების გზით ივანიშვილის რეჟიმს ცდილობა აქვს, რომ ადამიანებში მოკლებას რწმენა და იმედი, რომ არსებობს გამოსავალი ამ ვითარებიდან. სინამდვილეში ეს იწვევს უკვე რეაქციას, ადამიანები ძალიან კარგად ხდებიან, რომ გამარჯვება მათ წინ არის და ამ გამარჯვებაში უბრალოდ რაღაცა ხიჭვით არჭობს ამ ცდილობას და სხვა ცდილობებს, რომ დრაკონული კანონებით შეზღუდოს საქართველოს თავისუფლება და ქართველების თავისუფლება ეგეთი მარტივი შესაძლებელი არ არის. ეს არის სასახად პოლიტიკური დევნა, მათ არ მოწონთ, რომ არსებობს რაღაც ჯგუფები, რომლებიც ახერხებენ ამ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან გაღებული ფინანსური რესურსების კონსოლიდაციას ადამიანების დახმარებისთვის. ეს ხელს უშლის როგორც მათ რეპრესიულ მანქანას, ისე თავად აღქმას, რომ თითოეული ადამიანი და დემონსტრანტი მიტოვებული არ არის. სოლიდარობას და ქართველი ხალხის ერთობას მეტი ძალა აქვს, ვიდრე არალეგიტიმურ მთავრობას, რომელმაც ხალხი მიატოვა დიდი სტიქიის წინაშე და დატოვა მარტო იმ პრობლემებთან, რომელიც სტიქიამ შეუქმნა. და მე ვფიქრობ, რომ მთავარი იყო სწორედ გურიის სტიქია და ეს ფონდების ყადაღაც, როდესაც სოლიდარობის შეეშინათ და იმ ეფექტიანი კოორდინაციის, რომელიც საზოგადოების ერთობით გურიაში მოხალისეებმა განახორციელეს. იუსაიდინი რო დაიხურა, ეხლა აქ შექმნეს რაღაცა ფონდები და აარქვეს იქ ნანუკას ფონდი, იმის ფონდი და აქედან უნდათ რომ ეხლა ყვებონ ეს რადიკალური პროცესები და როდესაც სახელმწიფოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ამ პროცესებს რო აფინანსებ ბუნებრივი მომენტია ეს რომ რა თქმა უნდა ექნება ამ ფონდთან გარკვეული კითხვები გამოძიებას და ამიტომაც საფუძვლიანია ეს დაყადაღება. თავარი მიმართულება იყო შთაგონება და კიდევ დამატებითი ენერგიის მიწოდება რადიკალური პროცესების განვითარებისათვის. დაარღვიეთ, გააკეთეთ რაც გინდათ, დაუპირისპირდით პოლიციას, ჩვენ გადაგიხდით თანხას, მოგამარაგებთ, ჩაჩქარნი იქნება თუ სხვა საშუალება, რითიც შეგიძლიათ ამ საბრძოლო პროცესში შეხვიდეთ. მინიბრძოლაა რასაკვირველი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის უშველებელი ტრაგედია, როდესაც შეიძლება სისხლი დაიღვაროს. ვფიქრობ, ფონდის არსებობა გამართლებულია, მაშინ როცა ჰუმანიტარულ აქციებს ახორციელებს, მაგრამ უკვე ფონდი აღარ არის, უკვე რევოლუციური სცენარის განვითარების ფინანსური სალაროა, როდესაც შენ ამ ამოცანებით და მიზნებით ხელმძღვანელობ. ამ ადამიანების მიზანი იყო, რომ მხოლოდ ჩამოეშალათ სახელმწიფო და არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას და ფაქტია, რომ ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს. იმას კი არ ამბობდნენ, რომ კანონი უნდა ყოფილიყო დაცული და კანონდარღვევა არ უნდა მოხდებოდიყო. პირიქით ამ ყველაფერს თვითონვე აფინანსებდნენ და ჩვენ ვნახეთ, რომ მათთან და მაცავე ოფისებში, მათთან დაახლოებულ სუბიექტების ოფისებში პირდაპირ ამოღებული იქნა პიროტექნიკა იქნებოდა თუ სხვა აკრძალული ნივთიერებები, რაც მერე გამოიყენებოდა ძალადობრივ აქციებში. ამავდროულად მათ ჰქონდათ დამატებითი ფონდები, რომელთაც რომ სამართალდარღვევა პირდაპირ დაიფინანსებინათ.